იო მზად ხარ დღეს ტბების დღე გვაქვს. ფარავნის ტბა თუ ბაზალეთის? ფარავანი, იმიტომ რომ ფარავანი ყველაზე დიდი ტბა არის ფაქტობრივად ჩვენ ქვეყნას და თან ბევრი საინტერესო რაღაცებია გარშემო. ბაზალეთის გამორჩეული, მაგრამ ამ შემთხვევაში ფარავანი. კი ბატონო, ფარავანი თუ პალიასტომი? პალიასტომი რა, იმიტომ რომ იქ გამორჩეულია მრავალფეროვნება, თან იუნესკოს მიერ აღიარებული დაცული ტერიტორია, პალიასტომი realობაში. კი ბატონო, პალიასტომი თუ ბატეთი? ბატეთი ის მიუხედავად რომ ძალიან მიყვარს, თან განსაკუთრებით იმ სეზონზე თუ ნახავთ, როცა გამჭვირვალე წყალია და გარშემო ძალიან ლამაზი ფერები. მაგის მიუხედავად მაინც პალიასტომი. პალიასტომი თუ ტაბაწყური? აკვე ტაბაწყური, იმიტომ რომ ტაბაწყურის დაცული ტერიტორიაა მიმდებარე, რომ მაღალი მთის ჭაობებია, თან ტაბაწყური წყლის მოცულობა საქართველოს ყველაზე დიდი ტბა არის, ყველაზე ბევრი წყალი ტაბაწყურზეა და ბევრი ტაბაწყური. ტაბაწყური თუ რიწა? არა, რიწა ერთი რომ აფხაზეთია და მეორე რიწა მართლა გამორჩეული არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ კავკასიის მასშტაბითაც. ეხლა გამოვავნოთ გამარჯვებული რიწა თუ ერწო? ორი სახელებიც როგორ გავს თან ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და არა რიწა. ესე იგი იოს გამარჯვებული არის რიწა. თქვენც დაგვიწერეთ მეგობრებო კომენტარებში თქვენი აზრი.